მიმდინარე კვირაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა ერთ-ერთ მთავარ საკითხად 2014 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანაზე იმსჯელეს. ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ დამატებების ნუსხაში იმ თანხის არასახვა გააპროტესტა, რომელიც კოალიცია ქართული ოცნების დეპუტატებმა ამავდროულად თანამდებობის პირებმა ხარჯის სახით არ აიღეს და სოცპაკეტისთვის გამოყვეს. მითხრან მაჩვენონ სად წერია, რომელ კანონში წერია, რომ თანამდებობის პირმა არ უნდა მიიღოს მისთვის გამოყოფილი უფლებამოსილების განხორციელების ხარჯები. ანუ მე როგორც დეპუტატი ამ შემთხვევაში ზღუდება ჩემი უფლებამოსილება, მე არ მაქვს არანაირი საშუალება რომ მივიდე შეხვდეთ ჩემს ამორჩევას. მიუხედავად იმისა, ქართულ ოცნებას მოგეხსენებათ ყავს ყველა სოფელში თავის მაჟორიტარი დეპუტატი, ყავს სოფლის რწმუნებულები, წარმომადგენლები და მათ აქვთ წვდომა თელს რაიონის მოსახლეობასთან. შესაბამისად ჩვენ ამის ფუფუნება არ გვაქვს. კოალიცია ქართული ოცნებას მიგვაჩნია რომ თანამდებობის პირები არ უნდა ღებულობდეს ანაზღაურებას, ხარჯების ანაზღაურებას, ამიტომ ჩვენი პოზიცია ურყევი არის და ჩვენ ძალიან მალე უახლოეს საკრებულოს სხდომებზე ამას მივიღებთ დადგენილების სახით, რომ ერთ-ერთი თანამდებობის პირი ვერ მიიღოს სანამ ხარად შეეხება ასახავს ჩვენს ინიციატივას, რომ აი ამ მუხლით, აი ამ ეკონომიით გაზრდილიყო სოციალური პაკეტი, ეს ისევ ძალაში არის ეს მუხლი. რიგით მეორე საკითხი, რომელზედაც საკრებულო მიმსჯელა, საჯარო მოხელეთა საკონკურსო საატესტაციოს კომისიის თავმჯდომარის დანიშვნა იყო. დეპუტატებმა აღნიშნული კომისიის თავმჯდომარედ მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე აირჩია. ჭანუყვაძემ კონკურსის ეტაპებზე ვადებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. პირველი ეტაპი იქნება აპლიკანტთა შერჩევა, შეფასება, მეორე ეტაპს ჩვენგან დამოუკიდებლად ჩაატარებს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და ბოლოს იქნება გასაუბრება. ასე რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც მიიღებს მონაწილეობას ამ კონკურსში, მეორე ეტაპის გადალახვის შემთხვევაში ყველას მიეცემა საშუალება რომ მოხდეს საჯარო სამსახურში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 10 საკითხზე იმსჯელეს.